დაბადება, თავი მერვე და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი. დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან. უკუ იქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა 150 დღის ბოლოს. დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მე-7 თვის მე-17 დღეს. იკლებდა წყალი მე-10 თვემდე და გამოჩნდა მთის მწვერვალები მე-10 თვის პირველ დღეს. 40 დღის დასასრულს გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული. და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე. მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. მოიცადა კიდევ 7 დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. მობრუნდა მასთან მტრედის აღამუჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე. კიდევ მოიცადა 7 დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან და აღარ დაბრუნებულა იგი უკან. ნოეს დაბადებიდან 601 წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. და უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები. თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება, ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ. გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები. და ყოველი ცოცხალი არსება, ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულად დასაწველად სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულის წადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი. სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე.